ქარის და მზის სადგურები ელექტროენერგიის წარმოებაში სიდიდით მეოთხე წყაროა მსოფლიოში ტრადიციული წიაღისეული საწვავის, ატომური ენერგიის და ჰიდროს შემდეგ. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით სექტორმა 2040 წლისთვის პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად გლობალური დათბობა 1,5 გრადუსამდე უნდა შესყუდოს, რისთვისაც ქარის და მზის ენერგია ყოველწლიურად 20%-ით უნდა გაიზარდოს. რომელი ქვეყნები არიან მოწინავე პოზიციაზე და რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში, სადაც განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება და სრულად დათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან, განახლებადი ენერგიების ექსპერტთან გიორგი ბეჟუაშვილთან. გიორგი, მოგესალმები. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. გიორგი, დავიწყოთ გლობალურად ქარის მიმართულებით, ქარის ენერგიის განვითარება. რა ეტაპზეა, რომელი ქვეყნები არიან მოწინავეები და რამ განაპირობა ამ ქვეყნებში ქარის ენერგიის ესეთი პოპულარობა და განვითარება? მადლობა კითხვისთვის. ზოგადად ალბათ სამეული რო ავიღოთ, ეს არის ევროპა, ამერიკა, ჩინეთი. პირველ ადგილზე ამ ბოლო წლები უკვე ყოველთვის ჩინეთს უკავია. დადგმული სიმძლავრით რომ იმჯელოთ, ანუ ყოველწლიურად შეყვანილი სიმძლავრეებით და დანიის შემთხვევაში გვაქვს 55% რომ დანია იყენებს ამ ქარის ენერგიას, ანუ პირველ ადგილზე არის უტილიზაციით. და რამ განაპირობა თქვენი გადმოსახედიდან? ანუ იყო იქ დანერგილი ისეთი წამახალისებელი მექანიზმები, რამაც ხელი შეუწყო ამ მიმართულების გაძლიერებას, საკანონმდებლო რეგულირება, საინვესტიციო გარემო. უფრო თქვენი გადმოსახედიდან რას გავსვავდით ხაზს? გარდა იმისა, რომ ბუნებრივად როგორც ჩვენ ვართ მდიდარი ჰიდროთი, ეს ქვეყნები შესაბამისად თავისი ენერგიით არიან მდიდრები. ლიდერი ყოველთვის თავიდან იყო ევროპა. ევროპაში ეს კიდე პირველი ნავთობის კრიზისის შემდეგ დაიწყეს ფიქრი განახლებად ენერგეტიკაზე ზოგადად. ეს ალბათ სერიოზულად მაგაზე ფიქრი ჩამოყალიბდა 1970-იან წლებში. შემდგომ ვითარდებოდა, სახელმწიფო ეხმარებოდა, რა თქმა უნდა, მაგ დროს ტექნოლოგია არ იყო ესეთი ეფექტიური, ძალიან ბევრი თანხა იხარჯებოდა, თანაბრად თუ არ ვცდები, ატომურ ენერგეტიკაში და განახლებად ენერგეტიკაში. შემდგომ ეს ჩერნობილის უბედური შემთხვევა რომ მოხდა, გადაიხედა მიდგომები და მთლიანად გადავიდნენ ამ განახლებად ენერგეტიკაზე. და უკვე 1990-იან წლებში, როცა პირველი ეს რეპორტი დაიდო, რომ გლობალურ დათბობასთან საქმე გვაქვს, რომ ტემპერატურა იზრდება და ასე შემდეგ, უფრო ბუსტინგი მოხდა უფრო ევროპულ ქვეყნებში. შემდგომ უკვე გადავიდნენ სხვა კონტინენტებზე, თავიდან ჩინეთის პოზიცია არ იყო ესეთი მყარი როგორც დღეს, მაგრამ ნელ-ნელა იქამდე მივიდა, რომ ჩინეთი ჩაერთო და არის დღეს უკვე ლიდერი. ჩემს ოდენადაც ცნობილია თქვენ გარკვეულ ქვეყნებში მუშაობთ თქვენ საკონსტიტუციო მიმართულებით და ხართ საერთაშორისო მრჩეველი. თუ შეიძლება რომ უფრო მეტი გითხრათ ამ მიმართულებით და რომელ ქვეყნებთან მუშაობთ და მუშაობთ მთავრობებთან თუ კერძო ინვესტორებთან? ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ვიზიტი მქონდა აფრიკის ქვეყნებში, ეს არის ზამბია, ზიმბაბვე, უგანდა. მან თავიდან ეს მიდგომა იყო, რომ კერძო ინვესტორთან მუშაობდით, მაგრამ კერძო ინვესტიციისთვის რო შევქნათ ეს გარემო, რომ განვითარების პროექტები, რა თქმა უნდა, მთავრობაც საჭირო არის, მთავრობასთან დიალოგი საჭირო არის და რაღაც დოზით ვემუშაობთ სამინისტროებთან. მთავრობებთან აწარმოებთ კონსულტაციებს. უფრო ინვესტორებთან, მაგრამ მთავრობებთან აუცილებელია მუშაობა, იმიტომ რომ ეს ახალი დარგია მათთვის, ახალი გზა არის გასავლელი და იმ გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, რაც გაგვაჩნია, გაზიარება ხდება და ერთად მუშაობთ. საქართველოსაც რო გადმოვიდეთ, როგორ შეაფასებთ ქარის და მზის ენერგიას, უფრო კონკრეტულად თუ გინდათ ქარზე ვისაუბროთ და რა პოტენციალია ქვეყანას ამ მხრივ? პოტენციალი საკმაოდ დიდი გვაქვს, ეს განაპირობებს საკმაოდ კარგი ადგილმდებარეობა გვაქვს, ზევიდან გვაქვს დიდი კავკასიონი, ქვევიდან პატარა კავკასიონი, რაც დავისებურ ეფექტს ქმნის, რომ ქარის ენერგია შეიქმნას, მარცხნიდან შავი ზღვა გვაქვს, მარჯვნიდან კასპიის ზღვა გვაქვს და ეს ტემპერატურის სხვაობა ამ თუნელში ქმნის ამ ქარის მოძრაობას, რაც საკმაოდ რო შევადაროთ სხვა ქვეყნებთან დიდი პოტენციალი გვაქვს. რამდენად ვიყენებთ ამ პოტენციალს? დღესდღეობით გვაქვს 20 მეგავატიანი სადგური, გორის ქარის ელექტროსადგური, ახლა მიმდინარეობს კიდევ ერთ პროექტზე მუშაობა, მალე შევიყვანთ ექსპლუატაციაში მომდევნო წელს 206 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური და
დაგეგმილი საკმაოდ ბევრი სადგურებია და მეტი 2030-მდე უფრო მეც მივიღებთ ელექტროენერგიას გარის წყაროებით. აი ხარჯთა ეფექტურობაზეც რო ვისაუბროთ, სანამ უშუალოდ დადებით და უარყოფით მხარეებზე გადავალთ, რამდენად მომგებიანია ინვესტორისთვის და თქვენი გადმოსახედიდან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო მეტად ახალისდეს ინვესტიციები ამ დარგში? ქარის ტექნოლოგია ზოგადად ვითარდება მსოფლიოში, თვითღირებულება ელექტროენერგიის კილოვატ-საათის ქვევით მიდის, ეს განაპირობებს ის, რომ ტურბინები უფრო ეფექტური გახდა, უფრო დიდი როტორებია, უფრო დიდი სიმძლავრე არის ერთ ტურბინაზე მოდის, სიმაღლეშიც გაიზარდა. ამიტომ ამ კუთხიდან საკმაოდ საინტერესო არის ეკონომიკურად მომგებიანია ჩვენი პოტენციალი რო გვაქვს საქართველოში ეს რა თქმა უნდა ხელს უწყობს იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი ქარი გვაქვს, სტაბილური ქარი გვაქვს და გენერაცია საკმაოდ მაღალი გვაქვს. ეს დარგი რო განვითარდეს სამუშაო ჭირდება უფრო მეტი რეფორმები, ის რეფორმები რა დაწყებულია ბოლომდე დასამთავრებელია და ახალი თანამედროვე მიდგომები საჭიროა რომ დავნერგოთ, იმიტომ რომ სოფლიო იცვლება, ენერგეტიკის მიდგომები იცვლება და ამიტომ კი სულ მუდმივად უნდა ვიყოთ ამ რეჟიმში, რომ გაუმჯობესო და გაუმჯობესო სექტორი. დადებით და უარყოფით მხარეებზე რო ვისაუბროთ, რას გამოყოფდით? ალბათ უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა არის, მალე შენდება, ოპერირება სარჭირდება, დამატების ხარჯები არ აქვს, ბევრ სამუშაო ადგილებს ქმნის, ინოვაციური პროექტია. უარყოფითი მხარე ალბათ არის ის, რომ არასტაბილურია და ამის რეზერვი ჭირდება ყოველთვის. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია რეზერვუარები, იმედია კიდე უნდა აშენდეს რეზერვუარები და ეს სინქრონში თუ გვექნება რეზერვუარების შენება და ქარის სადგურები ერთმანეთს ხელს უწყობს ეს განვითარება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უარყოფითი მხარე რაც ძელთან ინტეგრაციას გულისხმობთ ალბათ. მოკლედ და გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენ როგორ უყურებთ საქართველოში ენერგიის ამ მიმართულების განვითარებას? თუნდაც აი აუქციონებზე დაყრდნობით რა შეგიძლიათ თქვათ? ჯერა რომ განვითარდება, რა თქმა უნდა, ჯერა რომ საკმაოდ ბევრ ელექტროენერგიას მივიღებთ ამ წყაროებიდან, ჯერა რომ ექსპორტზე გავა, ეს შავი ზღვის კაბელი აშენდება, აზიასთან დაკავშირება მოხდება, უფრო გაძლიერდება თურქეთთან და ასე შემდეგ და ზოგადად ჩემი მოლოდინი ხედვა არის, რომ საქართველოს გახდეს ხაბი, ამ ელექტროენერგიის ხაბი და მიაწოდებს ამ ელექტროენერგიას გარშემო არა მარტო რეგიონში, მედია ევროპაშიც გავალ და სხვა აი ამაზეც მინდა გითხოთ, შავი ზღვის კაბელის პროექტს თქვენ როგორ უყურებთ საქართველოს როლის გაძლიერებას, იმისთვის რომ გახდეს ნეტექსპორტიორი და ჰაბი? კი, აუცილებლად გასაკეთებელია ეს კაბელი, აუცილებლად როცა შენდება საქართველოს უფრო პოტენციალი სათვისება გაიზრდება და ის პოტენციალი და ეს ელექტროენერგია არა მარტო ქარის, მზის გვაქვს, ჰიდროელექტროსადგურის უამრავი პოტენციალი გვაქვს, ამით შევავსებთ ამ კაბელს და გამომავალი გველოდება. და გამოწვევებს თუ ხედავთ, თუ გაქვთ მოლოდინი რომ შესაძლებელი დიდი გამოწვევები არ არის, იმიტომ რომ ტექნიკური პროექტია, კაბელები, რავი, ეს ახალი ინოვაცია არის. რა თქმა უნდა, დრო ჭირდება, დრო ჭირდება, შრომა ჭირდება, დისციპლინა ჭირდება, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ. გიორგი, საქართველოში ოპერირებს ერთადერთი ქარის ელექტროსადგური, რომლის განვითარებაში თქვენ წვლილი გაქვთ შეტანილი და თუმცა მას მერე ბევრი წელი გავიდა და ამ მიმართულებით უკვე ესე აშენებული ქარის სადგური ჯერჯერობით არ გვინახავს. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევებია ამ ხრივ და თქვენი მოსაზრება როგორია მათი გადაჭრის გზებზე? თქვენ ახსენეთ 206 მეგავატიანი ქარის სადგური, თუმცა ამ პროექტის გარდა თუ არის თქვენთვის ცნობილი სხვა უკვე მშენებლობაზე მყოფი ქარის ელექტროსადგურების შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია, ან ის პროექტები, რომლებიც აპირებენ რომ გადავიდნენ? ქარის სადგურებს დრო ჭირდება, თუ მშენებლობა საკმაოდ მოკლე ხანში ხდება, მაგრამ განვითარებას ჭირდება საკმაოდ ბევრი დრო. ვემზადებოდით, ამან გაზომვა ჭირდება 2 წლიანი, მერე გეზა შესაკითხები გვაქვს, ბევრი უამრავი საკითხები უნდა შეისწავლოს და ამაში მიდის დრო და გორის სადგური რო აშენდა 2016-ში, იქამდე საკმაოდ 5-8 წელი მუშაობდით ამ იდეაზე და მივიყვანეთ ბოლომდე. უბრალოდ ეს იყო საპილოტო პროექტი, მხოლოდ ამ პროექტზე მუშაობდით, ეს
წარმატებულად დამთავრდა, ბევრი სხვა უამრავი განვითარება დაიწყო ქვეყანაში, არის საკმაოდ ბევრი პროექტი, რომელიც უკვე მივიდა იმ მშენებლობის ეტაპამდე და ეხლა წესით უნდა ველოდოთ, რომ საკმაოდ მალე წავა ეს ტემპი. და ჩვენი საუბრის დასასრულს რო შევაჯამოთ, ზოგადად განახლებადი ენერგიების მნიშვნელობა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის მნიშვნელობა. რა ძირითად სარგებლოს აძლევს ქვეყანას გარდა გარემოზე ზრუნვისა? დღეს ზოგადად ეს იმ სოფლიოში გადადის, რომ მწვანე ეკონომიკა უნდა იყოს, მწვანე ენერგეტიკა უნდა იყოს წახალისებული, სხვა დარგი არ მუშაობს თუ მწვანე ელექტროენერგია არ მივაწოდეთ და საკმაოდ დაფინანსების კუთხიდანაც შეგვიძლია უფრო ეფექტური რესურსები მოვზიდოთ, პროდუქციის გატანა თუ მან ფიგურირებს მწვანე ენერგია უფრო ბევრ ბაზარზე ამ პროდუქციის შეიძლება გასვლა და ემისიების შემცირება, ამ ემისიების შემცირებით შემდგომა ვაჭრობა ამ კრედიტებით და საკმაოდ ბევრი დადებით მხარი აქვს ამას ამ მიმართულებას. და მაინც კიდევ თქვენ კი საუბრობთ უკვე მოწინავე ქვეყნებზე, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, ქარის დამზის მიმართულებით, რომელი ქვეყნები არიან მოწინავე მსოფლიოში და ამით დაგემშვიდობებით. პირველ ადგილზე ისევ ჩინეთია. გამოყენებით დანია არის, ამერიკა საერთო შტატებში ვითარდებოდა კარგად, მაგრამ ეს შეჩერდა, ბრაზილიას გამოირთო. დღეს სადაც ხედავთ პოტენციალს, ეს არის საუდის არაბეთის ქვეყნები, ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში, ყაზახეთში საკმაოდ ბევრი შენდება ახლა. შემდეგი ჩემი აზრით იქნება აფრიკა. აფრიკაში საკმაოდ არ არის და საკმაოდ დიდი პოტენციალი და იქ გადავა შემდეგი ფაზა თუ შემდეგი ვეივი იქნება. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, საინტერესო საუბრისთვის და შეჯამებისთვის.